ვიცი პოლიტიკაზე როგორ უნდა გესაუბროთ. დღეს აი გირჩევნია რომ სულ ფეხბურთზე ვისაუბროთ, ამიტომ მაინც ფეხბურთი დავიწყებ, მაგრამ მე გადავალ პოლიტიკაზე. რაც უგნებად ბოლომდე ფეხბურთი დავამთავროთ საერთოდ. იმეც სიამოვნებით, აი ძალიან არაფერი არ მაინტერესებს დღეს, მაგრამ ნუ გადაცემა. პირველ რიგში ჩემი ხმისთვის ბოდიშ მოგიხდი წინას არა, იმიტომ რომ გუშინდელი დღის შედეგია მე ხო არა, უშავს ბევრია უკვე დღეს თქვა ჩახრიჩი. მე ქვეყანას მივულოცო ის ისტორიული გამარჯვება, რასაც ჩვენმა ბიჭებმა თავგანწირვით გუშინ მიაღწიეს, წეღან გისმენდით, ლევანსაც უსმენდი და რა თქმა უნდა არა მხოლოდ მათ, ისინი ხომ მთავარი გმირები არიან და ეპოქის გმირები გახდნენ და უკვე ცოცხალი ლეგენდები გვყავს ამ ასაკით პატარა ბიჭების და ისე ძალიან დიდი ბიჭების. რომელიც უდიდესი სიხარული მოუტანეს მთელ საქართველოს. ნუ არა ვიცი ასეთი ბედნიერება თუ რამეს მოქონდა აქამდე. მე მეგონა ჩვენ პატარები ვიყავით და ამიტომ ხო ის სიხარული მოყოლით ვიცოდით და ეხლა რო ყვებოდნენ ხოლმე ისიც კი რაღაცნაირად ისე აღიქმებოდა. კი და ეს კოტე მახარაძის ხმა და ხო და რაღაც აი ეს მოყოლით ამბები აღიქმებოდა თავის დინამო სიმღერით და ყველაფერით. ახლა საერთოდ აი შენ ხარ ამ ყველაფრის თითქოს თანამონაწილე აუცილებლია საერთოდ და ესე იგი თავგანწირვა რომ თქვი ვახსენე გუშინ ვამბობდი მე რომ გვიან სიტყვა თავგანწირვა გუშინელ დღემდე რო არ ყოფილიყო ბუდუზიზივადის გამო პირდაპირ გაგებით გუში გაჩნდებოდა ეს სიტყვა იმიტომ რომ აი პირდაპირ გაგებით თავით პატკაც აკეთებდა არა ყველა აბსოლუტურად მართლა თავი აი თუ კი რამე შეეძლოთ ხედავდით რა ჟინით თამაშობდნენ და მართლა თავი გადადეს და აი თავი პირდაპირ გაგებით გაწირა როცა პატკაც აკეთებდა თავით ადამიანი ნახეთ ხო ეგები ხო ეგრე წოდება პატკაც რა ქვია ვიცი ქართულად მაგაზე აღარ შემომედაო დღეს პაპატიეთ ესეთი ჟარგონია ის არის ფეხბურთო თემაზე ყველაფერს კპატიო აი თავით რო ბოლოს რაღაც მაგას აკეთებდა აი წარმოიდგინეთ მართლა აი თავგანწირვით ითამაშეს და მე შემიძლია გითხრათ მე საშუალება მომეცა სხვათა შორის ბედნიერი ვარ ამითაც რომ ძალიან გვიანობამდე გათენებამდე ამ ბიჭების მეყურებინა არის ერთი აი რას მოაქვს ეს ყველაფერი სანამ კითხვას დამისვარ ჩემი დგეთყვით რა გუნდურობა კი არა ეს არის ერთი გუნდურობა არის აი ბილინა თქო მე რაც ვნახე გუშინ რაც ეხლა ცალსაკე ვიცნობ ამ ბიჭებს დაუშვათ ბევრ მათგანს ხო და ხედავ და როგორ წარმატებულები არიან და როგორ ჟინით არიან და როგორ უყვართ თავის ქვეყანა და თავისი საქმე და ფეხბურთი დააშოთ მე გუშინ ვნახე გუშინ ხო თან ემოციების ფონზე ადვილი დასანახი იყო ეს ყველაფერი გუშინ ვნახე მე ერთი შეკრული ახალგაზრდა ბიჭებისგან პროფესიონალი ფეხბურთელებისგან შეკრული ოჯახი ერთმანეთისთვის და თავის სამშობლოსთვის და დაფრთხვნიან ყველაფერს რა ამიტომ წეგან კითხვა რომ დაუსვით ლევანს მე მგონია რომ იქ შეიძლება საოცრებით ჩავიდინო ეს არის უკვე არაბუნებრივად შეკრული ერთი საძმაკაცო სამეგობრო პირდაპირ ამბობ ესე რომლებიც აი ისე შემართებით არიან ისეთი ჟინით არიან ისეთი სიყვარულით არიან თავის სამშობლოსთვის და ისე აქვს თავი გადადებული რომ არაფერს არ გამოიწყო მაგრამ შეიძლება სიურპრიზებიც იყოს მე არ მინდა რაღაც მოლოდინები გავზარდო მაგრამ ესეც ხო ბევრმა გუშინ ხო გაამხლა ერთმანეთს უმხელდნენ რაღაცები რომ თალად ესე არ მეჯერა და ვაიმე ეს რა უქენი არა ბევრს ეგონა რომ ვერ მივაღწევდით ამიტომ საფეხბურთო იყო მარტივი გუნდი სხვათა შორის დებიუტანტები ვართ მხოლოდ ჩვენ ანუ ყველა დანარჩენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ნამყოფია. მხოლოდ ჩვენ ვართ დებიუტანტები და ჩვენგან სიურპრიზებით არ იქნება. მოდი მიიღონ რა ყველამ და გუშინდელი მოლოდინები სხვათა შორის საქართველოში ხა ოპტიმიზმის საფუძველი ჰქონდა სუბიექტურად გავიგე მაგრამ არ იყო ეს საფეხბურთო პრესაში არ იყო ეს მოლოდინები ხო ეს ვიცით ხო საერთაშორისო საფეხბურთო პრესაში ესეთი მოლოდინები საქართველოს სასარგებლოდ არ იყო შევძელით უნიკალურები ვართ ამ მიმართულებითაც რომ შევძელი წარმოუდგენელი შედეგი დავდოთ ამ ბიჭების ასეთი თავგანწირვით და ამ მიზეზების გამო და არა მხოლოდ ფეხბურთელები რატო თქვი რაღაც წინადები არ დავამთავრე ამ ემოციების გამო ალბათ ახლა მაყურებელმა გულშემატკივარმა სტადიონზე რაც იქ ისმოდა მე ხო რესპუბლიკის მოედანზე ვიყავით იქ ისმოდა ინგრეოდა კი აი ჩემი შვილი იყო სტადიონზე და მიბაგოდა ხა როგორც ყველა ოჯახის წევრი წინა თამაშზე ვიყავ იქ იყო აი ისეთი ეს ყოფილა მატჩის შესვენებაზეც არავინ გასულა ხო ფეხს არ იცვლიდნენ აი შესვენებაზე ადრე ხო იყო გადიოდნენ რა წყალსვამდა ადამიანები არამინ არ განძრევა აი ასეთი შემართები და ლევანმა მართალი თქვა დავეთანხმები რომ ეს კი არ იყო მარტო იქ იმ 90-ზე დამატებით წუთების განმავლობაში ეს იყო წინა დღეების განმავლობაში ქუჩაში იგრძნობოდა აი ყველგან იგრძნობოდა აი საქართველოს
დადგა გამარჯვების მხარეს, როგორც იტყვია. და ჩვენ ყველამ ერთად, აი ამ ბიჭების ლიდერობით, ამ მთავარი გმირების შესრულებით, უნაკლო შესრულებით, საქართველოს შეძლო რომ დაამტკიცა, რომ ის ყველა მიმართულებით მართლაც იმსახურებს სტატუსის შემდეგ ევროპულ საგზურს ნაკრების ევროპაში მოხვედრა ნამდვილად. აი ძალიან კარგი დამხმარე იყო. ბატონო მამუკა, ლევანსაც ვეკითხებოდი კობიაშვილს, ის რომ საქართველოს ანუ ერთი ემოციები და მეორეა რომ აი საქართველოს მოხვდა ამ ევროპის რას მისცემს როგორც მარტო ფეხბურთს არა, როგორც ქართულ სპორტსაც, ანუ ის გავიგე, თქვა ფეხბურთის ნაწილში ლევანმა თქვა, რომ კლუბები დაინახავენ, ანუ ამათვის დიდი ფორუმია, მაგრამ იგივე ქართული სპორტისთვის, იგივე ქვეყნისთვისაც იქნება ეს როგორ არ იქნება, მაგრამ ნუ რა იქნება მისი მნიშვნელობა. ნახეთ, განვითარების, ქვეყნის განვითარების რაღაცა ეტაპები დგება, ერთ დღეს არაფერი არ მოდის და მიმართულებები ერთმანეთს ზოგადად ჩამორჩება იმაში, მაგრამ წინ მიიწევენ. ყველა მიმართულებით ქვეყანა ზოგადად ესეა, როცა ქვეყანა ვითარდება, საქართველოს არ მაქვს ხოლმე საუბარი. როცა ქვეყანა სწორად მიდის და ვითარდება, იქ სხვა მიმართულებით ეს იმპულსები იგრძნობა. ამ შემთხვევაში ეს იმპულსი ძალიან გვაგზნობინეს ჩვენმა ბიჭებმა. ეხლა მარტო ქვეყნის განვითარებას უნდა ვაბრალოთ, მაგრამ არ თუ ამისოთ ხდება ეს ყველაფერი. ობიექტურები რომ ვიყოთ, აქ არ მინდა პოლიტიკური მდგენელი მეტად შემოვიტანო. მაგრამ აი ამ განვითარების ფეხბურთის ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. თქვენს ამ ცოცხალმა ლეგენდებმა რომ ჩვენ გუშინდელის აქციებით რომ ჩვენ გადავიყვანეთ ქართული ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპზე და მთელი მსოფლიო ნახავს ამ უდიდეს ტურნირში, ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, რომელსაც მსოფლიო ადონებს თვალყურს, რომ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც დებიუტანტია და ესე იგი ახლა შეძლო პირველად რომ ევროპულ ფეხბურთში თავის სიტყვა ეთქვა და შეძლო და გადავიდა. და ამ ბიჭებმა შეასრულეს ეს ყველაფერი და დაგვანახეს რომ დიახ, სხვა ეტაპზე ვართ. სხვაგან ვართ უკვე განვითარებით და ჩვენ იქაც ჩვენი სიტყვა უნდა თქვათ ევროპაში, ფეხბურთი და ამასობაში სხვა რაღაცები. აი წინ წრებათ ამ ადამიანებმა შევიდნენ ევროპაში. ისინი უკვე შევიდნენ. ჩვენ რასაც ვიბრძვით, ვწავალობთ აღარ მინდა დეტალები. სტატუსის მიღებას არ მოყოლი ამ ხელს სიხარული. ხდებოდა ქალაქში. იმიტომ რომ ამასაც უდიდესი აი გუნდურობის, სიამაყის და გამარჯვების, რაღაც გამარჯვების სხვა ყურია ჩვენ 90-იან წლები გამოვიარეთ, რაღაცები გამოვიარეთ, რაღაც აღარ მინდა ხა მაყურებელი დავტვირთო და გამარჯვება წყურია ქართულს. თავისი ეროვნული იდენტური, ეროვნული ნაკრები რო ქვია, ესეც კი ქვეცნობიერში რაღაცას შვება. და ესეც კი არა ეს შვება თუ შვება რომ შენმა ეროვნულმა გუნდმა ფეხბურთში თან ფეხბურთს და განსაკუთრებულ დატვირთვა, განსაკუთრებულ უყვართ ქართველებს ეს სპორტი და ეროვნულია, შენი გუნდია, შენ წარმოგადგენს და შენ გაიმარჯვე. შენ შეძელია აი ამ თემით ევროპაში შესვლა და გამარჯვებით, ამ ბრძოლით მიაღწია. ესე ძალიან სიმბოლური და ისეთია რელევანტური იმ მოცემულობასთან რაც ქვეყანაში გვაქვს და იმიტომ თქვენ სტატუსის შემდეგ ძალიან სიმბოლური იყო რომ ხო მართლა ამ ხელა ამბავი იქ პოლიტიკური რაღაცეები იყო იქ რაღაცეები თქვენს ამიტომ აქ ზუსტად ვიცით ყველამ რატომ იქ თუ ყამათობთ რაღაც თემებზე აქ ხო ზუსტად ვიცით იმიტომ რომ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ იბრძოლეს ბიჭებმა და გაიმარჯვეს მწვრთნელებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს მაყურებლებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს გულშემატკივარმა იბრძოლა და ყველამ ერთად გაიმარჯვა და აი ბრძოლის უალტერნატივო შედეგი იყო და ეს დაინახა ხელის გულზე დაიდო ეს გამარჯვება და ეს გამარჯვება წყურო და ეროვნული იდენტობასთან დაკავშირებული სიამაყე წყურო და ეს წყურული დავიკმაყოფილეთ და დღეს ესე მოშვებული ვარ და აღარაფერ თავი არ აი პოლიტიკაზე საუბარი და მაგრამ უნდა გადავიდე ეს საფრთხე და ულოცავ კიდევ ერთხელ თელ საქართველოს ულოცავ კიდევ ერთხელ ყველას და მოდი რაღაცა პრეცედენტები შევქმნათ რა რაზეც არ შეიძლება აღარ სხვათა შორის არ მინდოდა და არ მინდა ამას ლაპარაკი მაგრამ აი გულწრფელად არ მინდა მაგრამ ყველას ულოცავ რაც მინდა ეს არის და რაც არ მინდა მე ყველას ულოცავ როგორი პოლიტიკური შეხედულების არ უნდა იყოს რასაც არ უნდა აფუჭებდეს თუ აკეთებდეს ყველას ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ყველას ვისაც არ გაუხარდა იმას ასეთებით სამწუხაროდ შეიძლება იყვნენ ერთეულები მაგრამ ყველას მაინც ულოცავ იმიტომ რომ ეს შენ ქვეყანას ჩემ ქვეყანას ჩვენ ქვეყანას ადგილ გუშინ რომ აი რაც არ მიხარია რო თქვა აი ამ ფონზეც კი ვიღაცებს რომ შეუძლიათ გუშინ ჩემი თვალით რაც ვნახე 20 კაცი არ მასო 20 კაცი დააყენო რომ ვიღაცა გამოვა მოგილოცა შენთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა
და კამერებთან ახლოს 20 კაცი დააყენო და რაღაცა იყვირო იქნება აყვნენ და მე რო აღარ აყვებიან გაჩუმდე და სხვებთან ერთად ტაში უკრა ჩემი თვალით რაც ნახე არ შეიძლება ხალხო ეს არ გავაკეთოთ რა რაღაცა საკითხებს ვთქვათ რომ აი ამ საკითხზე მაინც ამაზე მაინც გავერთიანდეთ ხო რანაირად აი რამ უნდა მოგაფიქროს და მე ხა გამოვარდაგერ ინტერნეტში მტკიცებულებები თურმე ვის დაუგეგმიათ აღარ მინდა ამას ვის ძალიან კარგად იცნობთ აი ამ შენობაში იმუშაობდა ეს ხალხი და ეს რაღაც ახალი პარტია გააკეთეს და აღარ გავაგრძელებ მის ჯგუფს გაუკეთები აგერ ხო კი ბატონო მტკიცებულება აგერო აბა რა ეგონათ ისე გაუტარებ რა დროს ეგარ რა 20 კაცს აყენებს თავად დაწერეს რომ ჩვენ ვიყავითო უკაცრავად არ მინახავს სტატუსი რომ ამიხსნათ კი სტატუსი იყო დაწერა ერთ-ერთმა გოგონა მისი პარტიის ახალმა წერმა თუ ხარდამჭერმა თუ აქტივისტმა რომ აბა რა ეგონა ისე გაუტარებდითო პრემიერ-მინისტრს და 20 კაცი დააყენეს და რა მოხდა იცი ნინო იქ ესე იგი რომ მივედით ეს ხალხი გვეხუტება რაში აინტერესებს ვინახარ რა პოლიტიკურ ყველა ერთმანეთს ეხუტება და თან რო გცნობენ და თქვენ გენაცვალეთ აბა და უტოთელი ამბავი იყო და ამ დროს შევედი იმ ადგილზე გავიარე სადაც მე საიდანაც ეს დაორგანიზებული იყო გვეხვევიან ჩვენს გვეხვევით კოცნით ვეხუტებით თელი ამბავია და უცებ ადის პრემიერი ისენეს და აკეცა ჩემთან ძალიან ახლოს რაღაცა პატარა ჯგუფი ხალხმა გაოგნებულმა გახედა რა ანუ აი ამ ბევრმა რამდენიმე 1000 ადამიანმა ერთი მიმართულებით და მეორე იქით სადაც თქვენი აი შემაღლებულ ადგილს კამერები სადაც იყო ჩამკრებული ერთი ლოკაცია იქ 20-30 მაქსიმუმ ადამიანი აქაც ერთი 15 ადამიანი ესე განაწილებული აქაც კამერები ახლოს იყო და და რაღაცები და იღებს ყველა სათითაოდ რას აკეთებ რა გინდა ხალხო აი როგორ შეიძლება აქ ეს მოგაფიქრდეს და მე უცებ ამას აი ეს მოხდა მაშინ როცა პრემიერმა ღირსების ორდენი არა ირაკლი გამოვიდა დაიწყო თუ არა საუბარი დაიწყო ამ პატარა არაყვა არავინ და მათ ტელევიზიაში რატო იყო ხა დაორგანიზებული კიდე ერთი თვითონ დაწერეს და მათ ტელევიზიაში შუმები როგორ იყო ლაივში მე ნახე სპეციალურად რომ ეს შუმები ამოწეული კამერებთან ახლოს ირაკლის ხმა ჩაწეული და იქ იცეთი არაფერი გეგონებოდა რომ რაღაცა და რაღაც თითქოს ხალხის რეაქცია იყო და იქ გარშემო აი ხა თქო რომ გარშემო ის შემოგარტყათ წრე რამდენიმე 20-25 ადამიანმა და ხო პირველ რიგში მათი ხმა ისმის და მე დანარჩენს და ამასობაში ხალხმა ტაშები ოვაციები და შემდეგ ღირსების ორდენებზე წარდგენების გამო კიდე უფრო მეტი ტაში და იმდენი ბედნიერება სიხარული საქართველოს ძახილი და აგერ 15 და 20 კაცი ცდილობს შენ რომ რამ უნდა გაიძულოს სიძულვილის რა ხარისხია ხალხოს დავანებოთ გავეშვათ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ცოტა რაღაცაში მაინც გვიყვარდეს რაღაცა დროს მაინც შევიყვაროთ ერთმანეთ ისე რომ ეს არ ვქნათ რა უნდა ეკნა ხა გუშინ ადამიანს რავით ჩემი ყველაზე ისეთი ოპონენტი რომ დამინახა რომ რაღაც იმასაც მიულოცავდი და გენაცვალე გაგვიმარჯოს აბა რაღაცას ვიტყოდი ქართულად არა მაინც ეს რაღაცის დაგეგმა და არ ბედნიერება იცი რაში იყო ბედნიერება ეხლა ჩემთვის სუბიექტურად ირაკლი იყო სცენაზე და ეს რო არ გამოუვიდათ რა თქმა უნდა სუბიექტურადაც გამიხარდა მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო მაინც ანალოგიურად გამიხარდებოდა რომ ეს სიგიჟი არ აიტაცა იქ ხალხმა გახედეს გაოგნებულებმა ხელი აუგნიეს რაშვებით ვიღაცა გაგიჟდა და ტაში და ოვაციებით შეხვდნენ ამ ინიციატივასაც ირაკლისაც და ყველას მაინც შემოვიდა გადასვლა იყოს პოლიტიკაზე მაგრამ თავარი ბოდიში თავარი ის არის რომ რა ვიცი 99% თუ 100% გაუხარდა დარწმუნებული ვარ 1-2-10-15 ადამიანი აღმოჩნდება რომ რაღაცის ამასაც კი რაღაცის დასაგეგმად იყენებს მაგრამ დავანებოთ ეს უკიდურეს რაღაცას სახელმწიფო დავანებოთ თავი ვულოცავ ჩემ ქვეყანას იმას რომ დაიწერა ახალი პოზიტიურესი ისტორია და როგორც ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე 13 მაისს კარლ ცაისზე გამარჯვება თბილისის დინამოსაც ეს კიდე სხვა რაღაცა ის მაინც კლუბი იყო ერთი ეს არის ქვეყნის კიდე სხვანაირი გამარჯვება მაშინ საბჭოთა პერიოდში ის ვიხაროთ დღემდე იმას ყვებოდით მაინც და იმ მაშინდელი ხა ლეგენდები ცოცხლები არიან ეს ადამიანები და კიდე დიდი ხანი ცოცხლები რამდენიმე ათეული წელი კიდე აქვს იქ ალექსანდრე ჩივაძე გაბელი რამდენი ხა მინდა ვიღაცა ეს ხო ლეგენდები არიან ეს ადამიანები და როგორ ვუმადლით მათ რომ საქართველოს სახელი მაშინ იმ პერიოდში ესე როგორ უმადლით და ეხა დღევანდელი ეპოქის გმირები არიან აგერ ყავს ჩვენ თვალწინ და გუში რო უყურებდი მართლა რაღაც თქვენს ეთერში თქვა და შუშუ დაიწყო კიდე კაი არ გამოჩნდა მეტრო თქვენი ის ლაპარაკობდა
ჟურნალისტი და თავიდან გამიჭირდა მე და მეთქი ახლა. არავის ხმა არ ქონდა მშირექს არ შევრცხო ახლა მეთქი აქ და სიცხულიც არ იყო სასიცხულე არაფერი ვარ მაინც შეიძლება. ნახეთ ჩვენ რამდენი კადრი სტადიონზე, რამდენი ადამიანმა ელაპარაკა და მოდი მივულოცოთ ერთმანეთს ეს უდიდესი წარმატება და ეს დღე რომელიც 10 წლეულები და 100 წლეულები საქართველოს 2024 წლის 26 მარტს წერტილად დაგვრჩება. ნამდვილად. ძალიან კარგი თარიღი იყო. თქვენ თქვით რომ მაინც დავჭათ რომ რაც არ უნდა ბევრი ისაუბროთ, ვერ ავწდებით პოლიტიკაზე საუბარს. ბატონო მამუკა, თქვენ თქვით რომ აი ფეხბურთი უკვე ევროპაშია და ჩვენ კიდე რაღაცები გვაქვს გასავლელიო და მოდით სწორედ ამ თემით დავიწყებ და მისამებაშიც თქვი რომ ეს 9 დათქმა რომელიც არის შესაძლებელი, ამებს დეტალებში არ გავყვები, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან აი დღესაც როდესაც ფეხბურთისში გამარჯვება მოგვილოცა ჩვენ ელჩმა ნუ მე იქ კომენტარი როდესაც გაგრძელდა მან თქვა რომ გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნის და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში ევროკომისია სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. და იქვე იყო საუბარი ამ კეთილსინდისიერების შემოწმებაზე. თქვენ თქვით უმრავლესობამ რომ ვეტინგის თემა დაიხურა. გასაგებია რომ თქვა თქვენ ამას არ განიხილავთ, მაგრამ მაშინ როგორ ვასრულებთ 9-დან ამ ერთ დათქმას, როდესაც იგივე ევროკავშირის ელჩმაც პირდაპირ თქვა რომ უნდა მოხდეს ეს კეთილსინდისიერების შემოწმება. 12 რეკომენდაციაზე ზუსტად ასე იყო კრიტიკული შენიშვნებიც, იყო პოზიტიური გამოხმაურებებიც. თუ კი საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ სუვერენიტეტს შეეწინააღმდეგება რაიმე დათქმა, ჩვენ ავუხსნით აუცილებლად მათ და მათ მოვახერხებთ. მოკლედ ეს არის. და ვეტინგის თემა დახურულია, ეს არის მოკლე პასუხი. თუმცა დღემდე დასავლელი პარტნიორები კვლავ საუბრობენ ამ პოლიტიკურად არა, ეხლა სხვა მიმართულებით მივიდივარ, მაგრამ ნუ ვეტინგი გავიგე რომ თქვენი მხრიდან დახურულია და ნუ განხილვაში აღარ შედიხართ. არის საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ხო ხშირად, ნუ იგივე სააკაშვილზე, სასამართლოზე ვილაპარაკოთ რამდენი წელი. ხო და აი სასამართლოზე მივდივარ. თქვენი დასავლელი პარტნიორები თვლიან რომ სასამართლოში ხშირად არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ნუ ჩამოვთვალე გვარები და პირველ რიგში ეს არის მიხეილ სააკაშვილზე მოდივად საუბარი რომელიც პატიმრობაში იმყოფება. იყო ასევე გვარამიას საქმე. ნახეთ ეხლა სტრასბურგის სარჩელი, რომ არ მიიღო პირიქით. და თქვენი კომენტარებიც. ანუ ასეთი ტიპის შემთხვევებით საკმარისია რომ ხელისუფლებამ თქვას რომ აი სასამართლო როგორი თქვა ობიექტურია და მოკიდებელია და ასე კამპანიები შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, ხო? რამდენი კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ. ახლა სხვაგან რო არ წავიდეთ, მოდი რომელ შენობაში ჩვენ ვზივართ. რუსთავიორის საქმეზე 2 წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ. როგორ დასრულდა სტრასბურგში აქნა სასამართლო, რა თქვა? მიაკუთვნა რომ მართალი იყო სახელმწიფო, ხო? ანუ სასამართლო 2 წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით, ასეა? კი ბატონო. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა უკვე დღეს, როდესაც საერთოდ განხილვაშიც კი არ განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა. დადასტურდა რომ ტყუილი იყო ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის ეხლა უკვე ეგრეთ წოდებულს რომ უწოდებთ სავსებით სამართლიანად შეწყალებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო. ანუ ესეც ყველაფერი ანუ როგორი ზეწოლა იყო აი ამ ზეწოლა აღარ ჭირდებოდა საუმზურაბიშვილს და ეს მაინტერესებს მათ დღის ეს რიგშია და რაღაც უნდა ზეწოლა გაცხო. თანაგუნდელები რო ვართ, თქვენგან არ დამჭირდება ზეწოლა, ვიზიარებ თქვენას და ვაკეთებ რაღაცას თქვენ ჭკუაზე, ხო? ისი არის მათი თანაგუნდელი საუმზურაბიშვილს შეიწყალა, ნუ მაგაზე აღარ ელაპარაკი. აქ სხვა რამეზია საუბარი, რომ რამდენიმე წლიანი ნეგატიური კამპანიაც ყველა დასრულდა სასამართლოს გადაწყვეტილებით არა ქართულის, ქართულს არ ენდობია ხო თქვათ, აი ჩვენ შევიტანოთ დაუშვათ ეჭვი. მაგრამ სტრასბურგი ადასტურებს ყველა მომდევნო ჯერზე, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი ყველა ამ საქმის და თავისი მოქალაქეების, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. ქართულმა სასამართლომ ეს დაადასტურა სტრასბურგით. სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს. რა ვქნათ ახლა? ჩვენ გვეუბნებია რომ იქ არის კლანი, იქ ხდება უბედურება, სინამდვილეში ობიექტური გადაწყვეტილება, ფაქტები, მტკიცებულებები და სტრასბურგიც ამას ადასტურებს, იქ ყველაფერი წესრიგშია. გამოკითხვები ადასტურებს სასამართლოს წინ არის რამდენიმე ათეული პუნქტით ყოველ ჯერზე ახალი გამოკითხვა და ახალი დასკვნაიდება და კვლევაიდება და რეიტინგებიც მიდის წინ და წინ. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სასამართლო მოდის წინ, დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება და გინდა თუ არა ეხლა უნდა შეამოწმოს უცხოელმა ექსპერტმა, რომ მე უცხოელ ექსპერტებში კიდე რაღაცები იქ ვიღაცებმა დაალაგონ, თავისი პატრონების თუ მეგობრების თუ ვიღაცების მეშვეობით, ამ ქართულ სასამართლოში მე გაიგე შენ კეთილსინდისიერებას ამოწმე თუ არა კეთილსინდისიერად ვიღაცებს სახში უშვებენ, რომ სასამართლო პერკით ჩაიგდო ხელში და მე რა გამოდის იცით? თუ მოგცემთ სასამართლოს
კაი ბიჭები იქნებით და გოგოები, თუ არ მოგცემთ სასამართლოს, იქნებით ცუდი ბიჭები და გოგოები და არ ვარ ესეთი დამოკიდებულება. ეხლა რაც შეეხება ელჩის ნათქვამს, დიახ, ჩვენ იმ ადამიანს, რომელიც ძალიან ხშირად, ძალიან ობიექტურად აფასებს ხოლმე მოვლენებს, მასაც და სხვასაც ჩვენ კოლეგებს დაველაპარაკებით და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ამ ვეტინგის სისტემა დავნერგოთ მათ შორის, სადაც არის დანერგილი იქ ახორციელებს ადეიშვილი. მაგალითად, ნონა წოწორია, ხო არ მეშლება სახელგვარი, მისი მოადგილე, რომელიც შემოწმებას კი არა, ამოწმებდნენ, რამდენად კარგად ხორციელდებოდა წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი. ამას ამოწმებდნენ მაგრად ძალიან, კარგად ამოწმებდნენ ამას და კეთილსინდისიერებას ისინი ვერ შეამოწმებენ, პრაქტიკა და გამოცდილება არ აქვთ ამის. მათ შეუძლიათ შეამოწმონ წამების ხარისხი, მათ შეუძლიათ ბიზნესის რეკეტის ხარისხი, უკანონო დაკავების ხარისხი შეამოწმებენ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ნული აქვს მათ გამოცდილება კეთილსინდისიერების შემოწმების. სულ რო დავანებოთ მორალს თავი, პრაგმატულად რო გავყოთ და რაციონალურად კეთილსინდისიერების შემოწმების გამოცდილება არ გააჩნიათ ელემენტარულად. ეს ერთი. და მეორე, არ შეიძლება შენ თუ ეროვნული თავმოყარება გაქვს ელემენტარულად, არ შეიძლება დაეთანხმო რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შენ ქვეყანაში რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. და მესამე, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რას გულისხმობ რომ გამარტოთ? უცხოელმა უნდა შემოწმოს შენ ქვეყანაში რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს ეწინააღმდეგება. მთელი ევროპა გადასული ამაზე, როგორ გააუმჯობესოს დამოუკიდებლობის ხარისხი სასამართლოს და ჩვენ როგორ ჩავრიოთ გარედან ვიღაცები და შემომციროთ ეს დამოუკიდებლობის ხარისხი და დამოუკიდებლობის ხარისხის გულისხმობს უადოდ დაუნიშნეს მოსამართლეები. და არაერთი სამართალში სამართალში არაერთი არგუმენტი კრიტიკა ვისაუბრე არა იმებზე მივიდოდი სანქცირებულ მოსამართლეებზე მაგრამ ეს თემა ბევრჯერ გაგვეცეს არაერთი არგუმენტი არსებობს უადოს რა რისკები მოყვება და ხარისხის გაზრდის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისათვის უადოობის პრინციპი შემოვიტანეთ და ახლა ვიღაცა უნდა დაუდგეს და ამოწმოს და იმის გავლენის ქვეშ უნდა იყოს მოსამართლე ეს უადო მოსამართლე რაღა გვინდა და მაშინ და ასეთ საკითხებია მოკლედ ძალიან მარტივად ხელის გულზე რომ ისეთ საკითხებია რის გამოც ამ თემას ჩვენ ხურავთ და აღარ ვეხებით, მაგრამ სასამართლოს არ შეეხება მის და სასიკეთოდ უნდა ითქვას რომ ქართულმა სასამართლომ თავის სიტყვა თქვა და ყველგან სადაც თავის სიტყვა ითქვა და პროგრესი არსებობს, ყველგან არის დარტყმები. რატომ? ცოტა საეჭვო კანონია. კარგი, და რადგან შეწყალება ვახსენებ, ძალიან მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ უბრალოდ თქვენი მოლოდინი რა არის და მინდა რომ სხვა თემაზე გადავიდე. ნაციონალურ მოძრაობამ შეაგროვა ხელმოწერები და ოფიციალურად მიმართა სალომე ზურაბიშვილის შეწყალების მოთხოვნით სააკაშვილის. არის თქვენი მოლოდინი იმავე პრინციპით, რაზეც თქვენ საუბრობდით, თქვათ რომ რაღაც ერთი ინტერესი აქვს, ეს თქვენი პოზიციაა, ოღონდ შესაძლოა რომ აშვილის შეწყალებაც მოხდეს ამაზეც რომ ითხრათ შეკითხვა და იქ ხო მაგრამ ხელმოწერები შეგროვდა კიდევ 200.000 მიიტანეს ესე თქვეს 200.000-მდე ხელმოწერი 200.000 ხარდამჭერი აღარ ყავთ ასე თქვეს თავად მე არ დამიხვია მაგრამ ვინ შეამოწმოს სახელმის ვინ იმოწმოს აბა ვინ შეამოწმოს 200.000 არც არავინ არ შეამოწმოს ახლა ჩვენ რო შემოწმება დავიწყოთ იმის სიტყვაზე ვიძახი ანუ ვიღაცამ სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს იფიქრებენ ანუ ვითომ წაუგებელს თამაშობენ ახლა მაგრამ რეალურად საქმე იმაში მდგომარეობს რომ მოლოდინი რა გაქვთ ეს მაინტერესებს უბრალოდ შესაძლოა ერთი მარტივი მოლოდინი არსებობს ერთი გაზომავე რეიტინგებს თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი ექნა რეიტინგი არ შეაწყალებინებენ იმიტომ რომ ჭყალებში არ გააფუჭებინებენ სალომე ზურაბიშვილს და ის იქნება აქტორი ის ითამაშებს ნაცების და მათი დავალების მიმცემების თამაშს მაგრამ თუ სააკაშვილს ექნება მეტი რეიტინგი შეაწყალებინებენ სალომე ზურაბიშვილს გაწევენ და სააკაშვილი იქნება აქტორი გასაგებია თქვენი პასუხი კი ეს კომენტარი სხვა შორის მოსმენით მაქვს თქვენი ნაციონალურ მოძრაობაზე სააკაშვილზე საუბრობდით არჩევნები მოდის ყველა პარტია რაღაც არჩევნო კამპანიაშია ჩართული ყველას თავის კამპანია აქვს და ძალიან ხშირად მოგვისმენია თქვენი მხრიდან კრიტიკამ როზნერის გეგმას გულისხმობ რომ რაღაც კამპანიას მიყვება ნაციონალური მოძრაობა და ნუ რა კითხვაც არ უნდა დაუსვათ პასუხობენ ფასებზე რაღაც პრობლემებზე ამ სტუდიაშიც გამოვცადეს ხანდახან თითქოს ეს ღიმილის მომგვრელია მაგრამ თქვენთან მაინც მაქვს კითხვა ერთი რომ ჯერ რატო ეს უცნაური თუ თქვათ რაღაც თემა აიღეს და ამით კი ბატონო პიარ გეგმა იყოს მაგრამ ნუ რაღაც პიარ სტრატეგიას მიუყვებიან და მეორე როდესაც საუბარია ფასებზე სიღარიბეზე თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ რა არ არის ფასები გაძვირებული სიღარიბე არ არის პრობლემა ნუ რატო გახდა ეს ერთგვარი აი რაღაც სახუმარო თითქოს მართველი ძალის მხრიდან რატომ ველაპარაკებით მაგ თემაზე ხომ მე რო გითხრით მოდი კვლევაზე ვილაპარაკოთ ხო პრობლემაა კვლევა ხო პრობლემაა ჩვენთანაც სხვა ქვეყნებში. ეხლა მე რო გადაგიტანოთ საუბარი, არ გაგცეთ მაგას პასუხი. თუ კვლევაზე ვილაპარაკოთ, აგერ იმ დღესაც ვიღაცა მოკლეს. კი გამოიძიეს და გახსნეს და ხსნიან ამ დანაშაულებს და გახსნეს მაჩვენებენ მაღალი, რატო კლავენ?
მოდი ამაზე ვილაპარაკო. არ მინდა სიღარიბე რა შუაშია კაცო. ადამიანებს კლავენ და სიღარიბეზე უარის შედეგი მოაქვს. აი ხა სერიოზულად რომ დაგიწყოთ ამაზე. აი ამ დონის დაბიო პიარი აქვს მათ დაგეგმილი. ეხლა მთელი სერიოზულობით რომ დამეწყო, რაც დავიწყე საილუსტრაციოდ, სიღარიბე უფრო მეტი პრობლემაა თუ მკვლელობა. ადამიანებს კლავენ, კაცო. ადამიანი თუ მოგა აღარ სიღარიბე და რა სიღარიბე, რა ფასი, რისი ფასი, კლავენ, კვდება საერთოდ ადამიანი და ამაზე ვილაპარაკო და გადავიტანოთ მაშინ ამაზე. ხო, მაგრამ მე ვკითხვის მეორე ნაწილი რა იყო? არ მინდა იმ თემაზე არ გილაპარაკებ, მკვლელობაზე ვილაპარაკო. არ წარმოადგენენ, რა მარტივია, ასეთ მანიპულაციაში შესვლა ამ აზრს წარმოადგენს სინამდვილეში მე. ეს არის რაღაც ღიმილის მომგვრელი, მაგრამ რა შეიძლება პრობლემას? პრობლემა არის რა თქმა უნდა. ამბობენ რომ მაგ ფასები ხო გაძვირდა თუ ამბობენ ხო რაღაც მომატებული ფასები აქვს სიღარიბის და აი ამაზე რა პასუხი აქვს ხელისუფლებას? იმიტომ ეს რჩება ბოლომდე მთავარ გამოწვევად ხო ყველა გამოკითხვაში მოსახლეობა ეს გამოკითხვა ასახელებს პრობლემად. მათაც ნანახი აქვს და პრიორიტეტებში მოსახლეობა რასაც ასახელებს მიყვებიან იმას და ერთმანეთს ეუბნებიან ახლა რაც ამ დავალება აქვს რაზეც ამ გელაპარაკო შენ გადადი როგორც ახლა მეკვლელობაზე გადავედი საალუსტრაციოდ ასე გადადი შენ ფასებზე ვილაპარაკე პროპაგანდის მხარეს დგახარ შეგეკითხებიან ან დაგმეა რაღაცაკენი ერთი თქვი რომ ჩემ იდენტობას არ შეესაბამება ეს ყველაფერი ხო არა პირობითად ერთი თქვი რომ აი ჟურნალისტი ეკითხება ამ პროპაგანდას მხარს უჭერ ფასები ესენი ეუბნებიან აი ფასები ეს არ არის პრობლემა ფასია სინამდვილეში ანუ ძალიან აშკარაა ეს თორე ვერც ახერხებენ ისე რომ რაღაცნაირად შეფუთონ როგორც მათ ავალებენ ვერც ახერხებენ რო გელაპარაკებიან სხვა თემაზე და გადადიხარ სხვა თემაზე ეს არ მაინტერესებს ფასები ძახი არის ორი მდგენელი ამის ერთი ის რომ გამოკითხებში ერთ-ერთი პრობლემა არის დასახელებული და მეორე რასთან გვაქვს საქმე როდის დაიწყეს ამაზე ლაპარაკი აი წეღარ დავიწყოთ სასამართლოს დაიწყეს მაშინ ლაპარაკი როცა სასამართლომ დაამტკიცა სტრასბურგში ყველგან იყო მართალი და რეიტინგები წავიდა ძალიან წინ ანუ როგორც კი შტამბეჭდა პროცესს მიაღწია პროგრესს მიაღწია სასამართლომ დაარტყეს სასამართლოს უკაცრავად ამ ჟარგონისთვის ყველაზე კარგად გამოხატავს ეს წარმატებულ აი ნახეთ დავასახელოთ კონკრეტულ ფაქტები აღარ არ შეეხება როგორც კი ის ფასები პრობლემა იყო გაცილებით მეტი პრობლემა იყო ინფლაციის მაღალი დონე იყო შარშან კიდევ უფრო მეტი შარშან წინ და წინა წლებში იყო მეტი პრობლემა ამას სხვათა შორის სადღაც ლაპარაკობდნენ ხოლმე ასე გენერალური ხაზი ხო არ ქონიათ ფასებთან დაკავშირებით ანუ როცა მეტი პრობლემა იყო და მეტი პროცენტით ინფლაცია იყო მაშინ არ ლაპარაკობდნენ და ახლა როცა ინფლაცია თითქმის ნულზეა და დაყვანა რატო გაახსენდათ ახლა მე კი არ ვამბობ რომ ფასები არ გაზრდილა როგორ არა ის გაზრდილი ფასი არის პრობლემა და გამოწვევები და ვებრძვით ამას სიღარიბეზე ხება ეკეთვით სიღარიბეზე გადავიდეთ ფასების შემდეგ გამოვწუროთ ეს ფასები როცა ინფლაცია და ანუ ფასების გაძვირება გაჩერდა და აქ შედეგს მივახდეთ იმ წუთას ამ თემას მიახტნენ უკაცრავად ასევე ანუ წარმატებას სადღაც აი აღარ უნდა პიარი ამას ხო რეალური ამბავი არის მოსახლეობა უნდა გაიგოს რომ ხელისუფლებამ შეძლო და ინფლაცია გააჩერა რაც მოიმატა, რაც გაიზარდა და გავაჩერეთ და ახლა თავარია რომ ეს ხელფასების მატება, ეკონომიკური განვითარება მათ დაეწიოს, რაღაცნაირად დააბალანსოს, უკეთეს სიტუაციაში იყოს მოსახლეობა მიმართულებით და ასე შემდეგ და ეს გამოწვევა დავძლიეთ, გაჩერდა ფასების ზრდა და როცა ამ წარმატებას მივაღწიეთ შედეგი და დავდეთ გავიმარჯვეთ ამ ინფლაციას და ბრძოლაში ასე ვთქვათ, აი ახლა ეს შედეგი გვაქვს, მაშინ დაარტყეს გენერალურად ამ თემას. გადავიდეთ სიღარიბეზე. როდის დაიწყეს სიღარიბეზე უფრო გენერალური ხაზით საერთო მესეჯ ბოქსის ლაპარაკი, როცა დადასტურდა რომ სიღარიბე განახევრდა ქვეყანაში. ის განახევრებული სიღარიბე ნიშნავს 9 მილიონზე მეტ ძალიან გაჭირვებულ ადამიანს. ეხლა როგორია? შენ აგერი პოლიტიკოსის იხარ, კმაყოფილებით ლაპარაკობ რაღაცა სტატისტიკაზე, ციფრებზე. ეს ხო ისე 9 მილიონი ადამიანი გისმენს და უკიდურეს გაჭირვებაშია და ნერვები ეშლება რას ლაპარაკობს რომ თუ გაანახევრე მე რა მჭირს მე აგერ როგორც ვიყავი ხო სად არის დაძლევის ვიღარ ბრაზდება მეც რო ვიყო თქვენც რო იყოთ ბრაზდებით ამაზე უყურებთ ტელევიზორს ამოდის მომკამდინარეთ გავანახევრე სიღარიბე და მე ჩემთან რატო ვერ გაანახევრე კაცო მიხდით აი ამ მომენტს ჩაავლეს ვითომ და ამ დროს უნდა უთხრან თუ პატიოსანი პოლიტიკოსი ხარ და თუ მართლა შენ უდნავ მაინც ობიექტურობის განცდა გაქვს უნდა უთხრა რომ ხალხო ამ ხალხმა ნახევარი აი 9 მილიონზე არა გამაკრიტიკე მე რო ვიყო ასე ვიზავდი როგორ იტყვენ და გეტყვით
როგორ იტყვიან და მაგალითად ავდგები და ვიტყვი რომ კი ბატონო მილიონზე მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში ცხოვრობდა უკიდურეს გაჭირვებაში. ახლა უნდა ვაღიაროთ რომ 9 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა და დანარჩენები ამოვიდეს უკიდურეს სიღარიბიდან. ეს შეძლეს კი ბატონო, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ უფრო სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და მე ვიტყოდი თქვა ამით დავასახელებთ რაღაცას. ეს რთულია გასაგებია. რაღაცაებით არა ეს ზოგადად კი არა რაღაცა კონკრეტულებით 9 მილიონი კი არ გყავდეს დარჩენილი უკიდურეს სიღარიბში. გყავდეს 300,000 და 200,000 ადამიანით მეტი ხო ამოსული იქნებოდა უკვე. ამაზე გავაკრიტებ, მაგრამ ეს არ აწყობთ. აი იგივე მიგრაციაზე უნდა გადავიდეთ დროულად. ზუსტად იგივე არგუმენტი. ანუ სასამართლოს შემთხვევაში ციფრებით ბოდიში დავადასტურეთ რომ წარმატება სადაც იყო დაარტყეს იქ და იქ წარმატებულობაზე ლაპარაკობენ სიღარიბის შემთხვევაში სერიოზული წარმატებაა ის რომ გაანახევრენ მაგრამ უდიდესი პრობლემა რჩება რომ ის ნახევარის ის 15% უკიდურეს გაჭირვებაშია და ესეც უნდა აღმოხვრა მაგრამ შენ დინამიკა გაძლევს ამ შენ როგორც იქცევი ამის დინამიკა გაძლევს იმის საფუძვლებს რომ მომავალ წლებში ამ ადამიანებსაც უშველი და გაიმარჯვებ ამ პრობლემასთან ბრძოლაში ინფლაციას როგორც კი დაამარცხე შენი რომ 7 8 12% ინფლაციები გქონდა ქვეყანაში ეს ახლა კოვიდ პანდემია იყო თუ რა იყო გქონდა და ამას როგორც კი უშველი იმ წუთას ამ თემაზე დაგარტყეს ანუ წარმატება სადღაც გილყავენ და ეხლა პირველი წელია როცა მიგრაციული სალდო საბოლოო ჯამში საერთო ჯამში ქართულ ოცნებას დაგვიფიქსირდა პოზიტიური. ანუ 2013 აი ეს არის მოცემულობა. მაქვს მონაცემები რომ 2013-22 წლებში უბრალოდ მაყურებელსაც უთხრათ რაღაც 718,000 ანუ 800,000 ამბერაზე ჩავიდეთ ეს არის ძალიან მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და ამავე პერიოდში 505,000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. არა ეს ზუსტი არის და ამრიგად ესე იგი საქართველოს ჯამში 213,000-ზე მეტი მაგრამ ამ წლებში არის სტატისტიკის იმდანავე. არა სწორი მონაცემია. არასწორი მონაცემია 2013 და 22 წლები. არასწორი მონაცემია. დიაგრამაც ვნახე. არა, მე შემიძლია ეხლა რო გონებოდა რომ თქვენ ამას დამახოდებით არასწორი მონაცემია, მე მოგიტანთ, მაგრამ შეიძლება დამოვიკითხე, ესე იგი რომელიღაც აგენტო შეიძლება არასწორად ქონდა აღღებული სტატისტიკის. მოდი ჩავყვეთ, რომელიც აგენტო. გარანტიას გაძლევს ნაცების აგენტო იქნება. აი გარანტია საქსტატიდან რომ მოგიღოთ ეგ არ იქნებოდა გარანტია საქსტატის ციფრები მითხარით აუცილებლად გარანტიას გაძლევთ ამოღებული გაქვთ ნაცების სააგენტოდან და გიჩვენებთ თავი დაანებოთ მაგ სააგენტოებიდან ინფორმაციას არ ვიცი ბევრი მასე ვნახულობ ხოლმე და ვეცები ყველა გარანტირებულად გეუბნებით ახლა სწორი ციფრები ვნახოთ ნახეთ პირველად ბოლო წლების ისტორიაში საერთო ჯამში დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო. ეს რას ნიშნავს? ახლა ბევრი ადამიანს გავუკვირდით ანუ პირველად დაფიქსირდა მონაცემი, როცა უფრო მეტი ადამიანი არის შემოსული ქვეყანაში, ვიდრე არის გასული 2013-2024 წლებში. ეს 24 წელი. ეს 22 წლით არის. 22 წლის მაინც არასწორია გარანტიას გაძლევს. ეს სპეციალად 22. ხო, ეხლა ბოლო მონაცემებით ესეც არასწორია, მაგრამ მაინც გეტყვით დაგვიფიქსირდა ესეთი მონაცემი. ახლა რა ხდება? ისინი აპელირებენ ბოლოს მიაგნეს რაღაცას, ვითომ საქართველოს მოქალაქეებზე. ამაში შეიძლება იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქე საერთო ჯამში, ახლა სხვა ქვეყნის მოქალაქე რო შემოდის, შენი ქვეყანა რაღაცით იმისთვის მიმზიდველია, ხო ლაპარაკობდნენ რუსებზე. მათ თქვეს რომ რაღაცა 50 თუ საქართველოს მოქალაქეებს ავიღებთო 50 სადღაც იყო რომელიღაც არგუმენტი 50,000 მოქალაქით მეტია გასულიო. თქვათ ასეა. ახლა ამ ციფრებს ძალიან საინტერესოა მე მგონი მაყურებლის და 2-3 წუთს ძალიან საინტერესოა ეს თემა. აქაც მივყვეთ არეგონოს ვიღაცას რომ ამ თემას გავუვარეთ. თქვათ ასეა. იმ დროს როდესაც ევროპის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის არ იყო გახსნილი 250 ანუ ნაცების დროს 250,000 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნის მოქალაქეებზია საუბარი საქართველოსდან ვიდრე შემოვიდა. ანუ მათ ჰქონდათ უარყოფითი მიგრაციული სალდო. ანუ ემიგრანტების რაოდენობა საქართველოსდან გასული ადამიანების რაოდენობა გაეზარდათ მათ 250,000 ადამიანით. დაახლოებით 250,000 ადამიანით. ეს ზუსტი ციფრი არის 258,000 არ აქვს ნიშნულობა. დაახლოებით 250,000 ადამიანით. თქვათ საქართველოს მოქალაქეებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი მარტო. საქართველოს მოქალაქეები თქვათ დაუჯეროთ იმ ციფრს რაც მათ დათვალეს და არის 50,000 ადამიანით გასული მეტი.
ეს იმას ნიშნავს, რომ 52,400 ადამიანით მეტი შემოვიდა. ხო? რუსების ხარჯზე ამბობენ. სად არის ტყუილი? თუ 2400 არის პოზიტიური მიგრაციული სალდო. ანუ ნიშნავს, რომ თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს 50,000 დატოვებული აქვს, მათ გამოანგარიშებას რომ მივყვეთ. დატოვებული აქვს შემოსულა 42,400 დავამატოთ იქით, შემოსულა უკან ეს პოზიტიური სალდო რომ მიგვეღო, ანუ პლუსში რომ ქონოდა ეს ციფრი 2400 ადამიანით 52,400 ადამიანით მეტი ხო ასია. ახლა ამბობენ რუსები არიან. 35,000-მდე მარტო აქ არის უკრაინელი ტოლული. 35,000-მდე, 30-დან 35,000-მდე მივიღეთ სკოლები გაუხსენით, ბაღები უკრაინელი, ეს ხო ვიცით. ანუ 20,000 კაციანი სივრცეც აღარ რჩება ყველა დანარჩენი, სოფლიოს დანარჩენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. იქ რუსიც არის, იქ ბელორუსიც არის, თურქიც არის, აზერბაიჯანელი, სომეხი, რომელიც ამ წუთში ეს ხო სულ მუდმივი პროცესია, მიგრაცია, გადიან, შემოდიან, ანუ სულ გვაქვს 15-დან უკრაინელების გარდა 20,000 კაცი ლაპარაკი, რომელიც საქართველოში არის ამ წუთში და 20,000 კაცით უკრაინელები რომ გავავრიცხოთ ერთად ტოლვილები არიან, მივიღეთ გულით, სულით, ვეხმარებით, სკოლები და ბაღები გაუხსენით მათ შვილებს და ასე შემდეგ და არავის მომართოთ არ არის. კი სამხური მეგობრობის იმაზე ვართ რეჟიმში, მაგრამ 20,000 კაციანი სივრცეც არ არის მათი მანიპულირების. ანუ რუსები 10,000-ობით, ანუ აქ აი ამ მარტივ ციფრებში უკვე ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს რუსების შემოსვლა და არ გასვლა და რაღაც არის ცალსახატყუილი. ქვეყანას აქვს დადებითი მიგრაციული სალდო, მარტო საქართველოს მოქალაქეებზე რომ ავიღოთ, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ოჯახი ეს რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, ის წასული რო არის, ის ადამიანი თავის თავზე ცუდად იღებს, ესეც თვითონ ჩაჭერილი აქვს, ეხლა დაჭერილი აქვს ეს მომენტი, რომ მე ხო წამოვედი ამ ჩემი ქვეყნიდან იმის გამო. ჩემნაირი აგერ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს დაიჯეროს 800,000 ყოფილი. რა 800,000 ჩემში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ეგეთ ტყული როგორ უნდა აკადრო. ამაზე ნახეთ ციფრები 2400 ადამიანის მოსახლეობის რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ციფრი, მაგრამ უბრალოდ სიმბოლურია რომ პლუსში გავედით და შენ რო ეუბნები რა 800,000, რის 800,000 გასვლას, ანუ რამდენი ადამიანს გავიდა, იმას ამბობენ და რამდენი შემოვიდა. შემოსულ რაოდენობას აღარ ჩვენც ვართ, მე და თქვენც ვართ, ხო იყავით ამ ბოლო წელს უცხოეთში ხო ხართ? კი, რა თქმა უნდა. თქვენც ხართ იმ 800,000-ში. და იმიტომ ვთქვა რომ ესო ემიგრანტების დაცინისო, ბიჭო, ვეუბნები, იმ 800,000-ში შენც ხარ. და აქ არ ხარ ეხლა და ემიგრანტების დაცინისო. ანუ გასული და შემოსული მოქალაქე. რა ემიგრანტები ჩვენ ან დასაცინიდან ან მაგათი სალაპარაკო. 1000 ჯერ ღირსეული ხალხია, ეს ხალხი მათზე. უამრავ ადამიანთან კონტაქტი მაქვს და უამრავ ადამიანთან შეხვედრა მქონია და უსმენ და ჯანსაღად ისე საღად მოაზროვნე ადამიანები არიან, ეგენი რომ წარმოაჩენენ რაღაცებს რომ გონიათ რომ ემიგრანტები და რატო არ უხსნით ყველა ქალაქში და დაბაში უბნებს და რაღაცებს რომ იმაშობენ ახლა ჩააჭირეს რაღაც თემას და ურევენ სპეციალურად ერთმანეთში ელექტრონულ არჩევნებს და დისტანციურ არჩევნებს. აი ეს არის, ანუ დასკვნა, სადაც პოზიტივში წავედით, სადაც წარმატება გვაქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი და კარგად კი არ არის იმ ნაწილში. ემიგრაციასთან დაკავშირებით წარმატება გვაქვს, მაგრამ მეტი წარმატება გვჭირდება, რომ ეს ხალხი და ეს ხალხი ჩვენი მოქალაქეები თავის სამშობლოში დავაბრუნოთ. სიღარიბე გავანახევრეთ, მაგრამ მეორე ნახევარზე გვაქვს ახლა სამუშაო. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და მომსახურების სასამართლოს დავარქვათ და სასამართლო მომსახურების ხარისხი გაიზარდა, მნიშვნელოვნად კიდევ გასაზრდელია და რაღაც ყველგან არის გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ 1000 ჯერ წინ რო ვართ. ეხლა არც მინდა შევადარო მაგათ დროს და სადაც პროგრესსა და წინ გავიჭერით იმას რო ურტყამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია იცოდეს, რომ სადაც ესენი დარტყმებს ახორციელებენ, იქ სინამდვილეში თურმე პროგრესია. აგერ მარტივი მტკიცებულებებით დასწრება. და ერთი თემაც აუცილებლად უნდა მოვასწრო, ძალიან ცოტა დრო გვჭირდება, მაგრამ საკმაოდ ისეთი ხმაურიანი კანონი წარმოადგინეთ, მოყვა სხვადასხვა მოსაზრებები და მინდა რამდენიმე ორ მუხლზე მაინც მოვასწრო კითხვის დასმა. ერთი ეს იყო, გულისხმობ მაყურებელსაც რომ გავაგებინო ეს საკონსტიტუციო პაკეტი ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. კონსტიტუციური კანონი და ნუ შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილება 8 პუნქტიანი დოკუმენტია და ერთ-ერთ პუნქტში არასრულწლოვანთა შვენა დაყვალა რომ შეიძლება მხოლოდ
ქორწინებაში მყოფ ქალს და კაცს და აღარ ჩამოვთვლი ყველა პუნქტს რას მოიცავს, მაგრამ ერთ-ერთ პუნქტში არის რომ იგრძალება იმგვარი შინაარსის ნაწარმოების პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანი შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, უკაცრავად ცოტა ვრცელია, მაგრამ მაყურებელს მინდა გავაგებინოს, სქესის შესვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არ გამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. და ამ პუნქტს დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, პირდაპირ მოხდა ასეთი შეფასება, რომ ეს არის ერთგვარი ცენზურის დაწესება. დიახ, თქვენი ოპონენტების მხრიდან და რას ნიშნავს ეს, ანუ ნაწარმოები აიგრძალება, მოდი ცოტა უფრო ისეთ აგვიხსენოთ. ჯერ ვიტყვის ზოგადად ძალიან და ძალიან. კი ბატონო, მოკლედ, იმიტომ რომ დრო გვაქვს ცოტა და უნდა მოვასწრო. ნახეთ, როგორ ფუთავენ ისინი. უკვე ნენელა ჩაერთო ნაცმოძრაობა, ნენელა, ეპარებიან ახლა თემას გვერდიდან. ჯერ მხარდაჭერა ხო არ დაუფიქსირები არის. არა, ყველა თქვა რომ პრინციპში ერთმა პარტიამ თქვა მხოლოდ რომ განხილვებში მონაწილეობას მიიღებს გახარია საქართველოს. ჩვენზე მუშაობს და ასე უნდა თქვას კაც. ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენად აგვართოს ამომრჩეველი და ამ მისი დავალება ასეთი რომ ქართულ ოცნებას ამომრჩეველი უნდა წაართვა და ისინი ასაც ამბობენ ის სააკაშვილი რატო ყავთ პალატაში ციხეში გადაიყვანერთო. ანუ ქართულ ოცნებაზე უფრო ქართული ოცნება უნდა იყვნენ და ეს რადიკალიზმის ეს ფორმა აირჩიეს. მოკლედ სასაცილო ხალხია, მაგრამ მაგათ დავანებო თავი, მაგათ მასე უნდა თქვა. მაგრამ ახლა სხვები რა შვებიან. ეპარებიან ახლა თემას აქედან ხან ცისარტყელამ გააერთიანათ იქ ვეღარ შეიკავეს თავი ამ იმის ცისარტყელა რო დაიმოს გაგიჟდნენ ხარ ხო ეხლა რა აერთიანებთ ამ პროპაგანდის ხარეს დგომ და გარდა მათი რეალური გაერთიანებისა უკვე აღმოჩნდა ვერც ერთმა ვერ გაბედა ვერ გაუბედა თავის პატრონს ეთქვა რომ მოდი ხარ და ეროვნული ამოცანა ეროვნული იდენტობასთან დაკავშირებული ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტია და ჩვენი მომავალი თავების დაცვის ვიღაცის თავდასხმის კი არა დაცვის კანონპროექტია და მოდი რა მხარს დაუჭერ ვერ გაუბედეს კითხვა ან გაუბედეს ისე ქვევიდან ეს და იმათ მოუთხეს რომ არავითარ შემთხვევაში ეს ორი ვარიანტი და დაცვა რატო ვახსენე შემთხვევით არ მიხსენებია. ხო, თუმცა ოპოზიცია ამბობს რომ ეს სულ არ არის აქტუალური თემა, ანუ თქვენს აქტუალურია თუ არა ახლა ვეკეთებ. და არაწუხებს, სხვა რამე უკვე აწუხებს. ნუ გადამაგდეთ ერთ წამის სხვა რამეს გითხოთ. დაცვა რატო ვახსენე და მაგაზიც გიპავს არ ეგონოსნებს რა. არა, ხო, გაიხსენეთ როგორც კი წინადადებას დამონტარებ ძალიან მოკლედ. დაცვის ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ ჩვენ ვიღაცას ვებრძვით. კი არა ვის ვებრძვით. ჩვენ ვიცავთ მომავალ თაობებს. ჩვენ ვიცავთ ოჯახურ ღირებულებებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს. ჩვენ ვიცავთ ეროვნულ იდენტობას. ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას. იცით რისგან? დიდი ბოდიში მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური აღშფოთება მეგობრებმაც, თუნდაც მათი ქვეყნის ლიდერებზე. ჩვენ მეგობარ ქვეყნებში თავის ლიდერებს რო აკრიტიკებენ, ის კრიტიკაა და ჩვენგან თავდასხმაა. ეს რა მიდგომა ამერიკაზე ისე თავდასხმა განახორციელა მდინარეზე ვინა ვარ ახლა მე ამერიკაზე თავდასხმა განვახორ თავდასხმა არა ის შტურმი განვახორციელა ამ სისულელებს ვლაპარაკობ და ვიღაცებს რო ჯერათ მათი აზრით ხო რა თავდასხმა განვახორციელა ჩვენ მეგობარ ქვეყნებს საყვედურობთ გარკვეულ საკითხებს რაც პრინციპულად კატეგორიულად არ ვეთანხმებით მაგალითად იმაში რომ უმაღლეს თანამდებობის პირები გამოდიან და ამბობენ მივმართავ ტრანსგენდერ ბავშვებს იყო ესეთი განცხადება ხო არ მომიგონია არ არის აქტუალური რომის პაპი რომ გამოვიდა და ამ თემაზე რომ გააკეთა განცხადება საწინააღმდეგო ამ პროპაგანდის საიდან მოიტანა იმ კაცმა თუმცა სიტყვა პროპაგანდაზეც კი ბატონო მამუკაი ხშირად საუბრობენ მეც კი რაღაც გარტიაში მიჩივლეს და მოკლედ აღმოჩნდა რომ ეს არასწორი ამ სიტყვის გამოყენება თუ რაღაც პროპაგანდა ზოგადად არ არსებობს და არც ერთ ქარტიაში კვლევა ქარტიაში წააგეთ პროპაგანდა არა არ ვიცი ჯერ განხილვის პროცესია მაგრამ არა მე რა არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა რომელიც ამბობს რომ რაიმე სახის პროპაგანდას ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია და აქ თავი წინააღმდეგობა მათ ამაშია არა ამ კანონის ირგვლივ საუბრობ ამ კანონზე საუბრობ მე მაშინ დავამთავრებ იმას მოკლედ ვიტყვი მაშინ ამბავი არის ის არეგონოს ვიღაცას ახლა თემედან ხდებაო და ამიტომ უკაცრავად არა გისმენთ უბრალოდ მინდა რომ ამ კითხვებზე მივიღო პასუხი კი ბატონო ახლა ნახეთ რა შეასაქმე ჩვენ თავს არავის ვესხმით პირიქით ჩვენ ვიცავთ და რისგან ვიცავთ რომ ტრანსგენდერ ბავშვებს ჩვენთან ვიღაცამ არ მიმართოს. რა ტრანსგენდერი ბავშვი ასეთი არ არსებობს. ბავშვი არის ბავშვი,
და არ არსებობს ჩვენთვის ესეთი რაღაც ტრანსგენდერი ბავშვი. ჩვენ ვიცავთ იმისგან რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან ვინმე კერძო პირმა არ დაიწყოს ხვალ რომ თითის ქნება არ დაუწყოს ვინმეს მეორე ადამიანს თუნდაც იქ უფრო ფართო მასშტაბში არ ლაპარაკობ დედა მამა ქალიშვილი ვაჟიშვილი და-ძმა ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს დედა და მამა კი არა მშობელი ჩვენ ვიცავთ ამისგან ჩვენ იდენტობას ხანაირი ჩვენ სხვანაირი კულტურა გვაქვს ჩვენ ტოლერანტული ზღვარი აი ცენზურასა და ეს მინდა რომ გავიხსნათ ჩვენ ვიცავთ ჩვენ ეროვნულ იდენტობას. კარგი, აღარ გავაგზავნებ, მე აქ მინდოდა მე თქვა, ეროვნული იდენტობა არის ის, რაც უნდა დავიცვათ. ჩვენი შვილების მომავალი არის, რაც უნდა დავიცვათ. მათზე მავნეზე გავლენა არის, რაც უნდა გამოვრიცხოთ. და ოჯახური ღირებულებები არის, რაც უნდა დავიცვათ. ეს დაცვა, თავდასხმა, მით უმეტეს უფლებებზე რანაირად არის, უნდა გამომიჯნოთ ეს უფლებები არის სხვა პროპაგანდა და მისი მავნე ზეგავლენა და პოპულარიზაცია LGBT თემის ზოგადად პოზიტიურ წრეში წარმოჩენა და ამის გარშემო ბედნიერება არ არსებობს თითქოს ეს არის სხვა ახლა კონკრეტული მაგალითები და შემდეგ მოვალ თქვენ კითხვამდე ცენზურამდე ეგრეთ წოდებული ესე იგი თემა არა აქტუალურია ტრანსგენდერ ბავშვები რო ახსენეს ამ კონტექსტში ეს რო წარმოუდგენელი ამბავია ხომ მეთანხმებით ამაში მეორე საქართველოში დარიგდა რაღაც ჰეპი მილებთან ერთად ბროშურა თუ რაღაც ელტონ ჯონის ბიოგრაფიას სადაც ელტონ ჯონი თუმე მანამდე ვერ გამხდარა ბედნიერი ვიდრე ეს ხო რა როგორი წარმოჩენა იყო როგორი კუთხით სპეციალურად წარმოჩენა იყო მის ბიოგრაფიის კაცი მთელი მსოფლიო დაიპყრო თავისი ნიჭიერებით ხო ეს ხარი ელტონ ჯონზე ვლაპარაკობ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კი ბატონო დიდი სიამოვნებით უსმენთ ყველანი ხო გენიალური შემსრულებელი და მუსიკოსი ხო? და თურმე ამ ადამიანს მთელი სოფლიო დაუპყრია თავის გენიალურობით, თავისი მუსიკით. აი ასეთი აღიარება მოუპოვე და ბედნიერი მანამდე ვერ გახდაო. აი რა კუთხით წარმოუჩენი. ბავშვმა უნდა იკითხოს ეს, ბავშვმა. სანამ იმას არ გაყვა ვიღაცა ცოტა, არ ვიცი ხა რა დრო ბავშვები გვისმენენ თუ არა, შეიძლება არც ნოლაპარაკობდეთ ამას. ხო, მაგრამ იგივე, მაგრამ არის ცნობილი აქტუალური მაკედონელზე. აი უბრალოდ მინდა კითხო. ახალი სადაც ის ბოლოს თავდება მისი ორიენტაციის შესახებ. ანუ ესეთი ფილმები აიგრძალება რა. არა, როგორ უნდა ალექსანდრე მაკედონელი უნდა აკრძალო, კაც მე გეუბნებით კონკრეტულ შემთხვევას. ანიმაციური ფილმი, სადაც გმირმა გაათავისუფლა ქალაქი 1000 ანუ სადაც მოწოდებაა პრაქტიკულად ეს აბარა. რომ ბედნიერება ამის აი კლასიკაა. ეხა მე ჩვენ სიღრმეებში უნდა ჩავიდეთ და ვეხვეწებით, მოდით ერთი დავილაპარაკოთ და დაუჯდეთ ერთი სად გავავლოთ ზღვარი, ეს ხო უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ მათ რატო არ აწყობთ ამ ზღვარის გავლება, იცით? ოპონენტებს გულის. ხო, ოპონენტებს და რა ვიცი ამ პროპაგანდის ხარდამჭერებს ყველას, იმიტომ რომ უფლება და პროპაგანდა ერთმანეთში უნდა აურიოს და შენეუნე მოდი გამომიჯნოთო და ვინ დაგიჯდება მაგიდას, იმიტომ არ ჯდებიან. თავარი მიზეზი ეს არის, რომ იმას უნდა რომ ებრძვიან უფლებებს, ჰომოფობები არიან, უნდა დაგარქვან და ფაშისტები არიან, უნდა გეძახონ და ის როგორ დაგიჯდება მაგიდაზე რომ შენ გამიჯნო ერთმანეთგან უფლება სადაც ხარისხი უნდა გააუმჯობესო და აქეთ უნდა პროპაგანდა აბსოლუტურად გააწიო და ამ პროპაგანდისგან დაიცვა შენი ოჯახური ღირებულება და როგორ დაგიჯდება ის მაგიდასთან გაუმიჯნოთო ეუბნები და იმას აწყობს რომ შეაერთოს ეს ერთი იყოს ისე ჰომოფობს ვერ დაგიძახებს და მისი მიზანია რომ ჰომოფობი გეძახოს ფაშისტი გეძახოს რაღაცა ცენზორი გეძახოს ეხლა რა შეეხება ცენზურას ხო აი ნაწარმოებების შემთხვევაში რა შეეხება ცენზურას ის ნაწარმოები რომელიც აშკარად შეიცავს და მე მოგიყევით ორი მაგალითი სადაც თურმე ამის გარეშე ბედნიერება შეუძლებელია ეს ორი შემთხვევა ერთი ანიმაციის შემთხვევა სადაც გმირმა დაიპყრო როგორ ბავშვი რო უზის და უყურებს მიმბაძველობის სიზუსტება რომ აი საათნახევარი თუ საათი რა ვიცი რა ხელა ანიმაციური ფილმია ზუსტად არც ვიცი ბოლო ის მაგ ნანახი ჟურნალისტებსაც რო ვაჩვენე პირდაპირ ეთერში და კამერებისგან რო არ გავწიე ტელეფონი იმაზე მაქვს საუბარი და რაღაცა მიმბაძველობის მოეწონა ეს გმირი რა მაგარია რა საქვეყნო სასიკეთო საქმეებს აკეთებს როგორ გაათავს როგორ კარგი რაღაცები აკეთა როგორი მამაცია როგორი თამამია როგორია კარგია ყველა პარამეტრით და მე დაღონებული ეს გმირი აი ამაზე ხო ვერ წარმოიდგენით რომ ერთი 10 წლის წინ ვილაპარაკებთ დაღონებული გმირი აი მაინც ეთყობა ასეთი სამეფოა რაღაც ტექსტი მიდის იქ თავისი მუსიკით დრამატიზაციით და მიდის მე ვიღაცა და თურმე ასეთი არატრადიციული ცხოვრების წესი თუ არ გაქვს და ამით თუ არ გაბედნიერდი ეს ყველაფერი ეს გმირობები ეს
სიკეთეები ეს ყველაფერი არ ხდება უკვე ყველაფერი მეორე ხაზი. ამას რო უკადაგებ ბავშვს არ არის ასე უნდა მოხდეს. ასე უნდა მოხდეს. აი ვიმსჯელოთ როგორც მე და თქვენ ვსჯელობთ ეხლა ასე უნდა ვიმსჯელოთ ეგ უნდა დაგიჯდეს ვიღაცა თუ არა და ჩვენ თვითონ ვიზავთ ამას უნდა გავმიჯნოთ ეს არის პროპაგანდა ის რომ ვიღაცას უყვება მისი ცხოვრების წესზე თუ რაღაცა არის და ის მაინდა-მაინც პოზიტიურ ჭრილში არ არის წარმოჩენილი იმგვარად რომ ეს ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და სამყარო არ არსებობს და ბედნიერება შეუძლებელია თუ ასე არ ქენი შენ ისე შენ რაც არ უნდა აკეთო და რა მიღწევებიც არ უნდა ქონდეს როგორი კეთილიც არ უნდა იყოს და როგორი გმირიც არ უნდა იყოს ეს გმირობაც მეორე ხარისხოვანია და ყველაფერი იქ ეს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთსგან ეს არის გამოწვევა შესაბამისად ამისა ცენზურა იცით როდის იქნება აი როგორც კი ამას ახსენებენ всё დავივიწყოთ ეს ნაწარმოები ასე მაგრამ თუ პოზიტიურად წარმოჩენა ემსახურება პოპულარიზაციას მან წერია პირდაპირ ემსახურება პოპულარიზაციას ამ შემთხვევაში ჩარევა არის ლეგიტიმური და მთავარი თემა თავია ამაზეც ვიმსჯელოთ ვიღაცა მაგათაც დანაშაულზე წყვეტს პროკურორი რაღაც დანაშაულზე ქურდობას რო ჩაიდინს ადამიანი იმაზე წყვეტს პროკურორი რომ ეს არის ქურდობა ხო ხო ლეგიტიმურია. თქვენი ოპონენტები ამბობენ რაღაც ზნეობის და მორალის პოლიციაზე საქართველოს ოცნება, როდესაც ვინ უნდა დაადგინოს სიჭირდება. ვინ ადგენს იმას, რა ქვია, პორნოა თუ ეროტიკა? ვინ ადგენს? დღეს ვინ ადგენს? პორნოს რატო არ უშვებთ? ეთერში პორნოს რატო არ აჩვენებთ ღამე? ნუ იმიტომ რომ ეს არის. ვინ ადგენს რომელი კადრულობთ მაგას აქ როგორ შეიძლება ეს რომ თქვენად ერთი წამი მორალის პოლიციელი ხართ თქვენ შვებით ხო? არა მე არა ამისთვის არსებობს მარეგულირებელი კანონი არის აკრძალული. ვაკო ავალიანი ხო არის? ვაკო მორალის პოლიციელი. არა ეს კანონი არის აკრძალული და მარეგულირებელი კომისია რომელიც ანუ არსებობს რაღაც უწყება და ამიტომ ღამე პორნოს რატო არ უშვებთ გეკითხებით კაცო? აკრძალულია თქო. და ვინ ადგენს პორნოა თუ ეროტიკაა ჩვეულებრივი? ვიღაცა ხო მარეგულირებელი კომისია არა მარეგულირებამდე სანამივე თქვენ ხო ვიღაცა თქვენი ოპერატორები რო გიყურებენ ეს ბიჭები აგერ გახარებულები რო ასე რო შვებოდნენ წეღან კიდე ერთხელ ფეხბურთის კადრებს რო იმაშვებოდნენ რა ქვია უყურებდნენ ემოციებს ვერ მალავდნენ დღესაც კი ესენი შვებიან თუ ვიღაცა მორალის პოლიციელი ხოლიათ აგერ და აზზე არ ახართ აი რა სიცოცხლეზე მაგრამ ხო არა ნუ კითხვა არის ნახეთ ხო თქვით რა ესეთი პოპულარიზაცია თქვენ თვითონ და ამას ვიძახი არ უშვებთ პორნოს უშვებთ ჩვეულებრივ იმ ეროტიკას რო უშვებთ 18 პლუსიო რო აწერთ ვინ გეკითხება თქვენ რას აწერთ შეიძლება 17 წლის ახალგაზრდას უნდა ყურება მორალის პოლიციელი ხართ ანუ ჩარევა ლეგიტიმური ყოფილა რეგულატორმა დაგვიდგინა მარეგულირებელმა კომისიამ რატო ჯიუტობთ ახლა შეიძლება მომეხმარეთ პროდიუსერები იმიტომ რომ არ ვიცი როგორ ხდება ვიყურები ვინმე მომეხმაროს რა კანონი და ვითი იგრძალება თქვა ვინ ჩაერია ხა თემაში ერთი წუთით რაო რას გეუბნებიან რომელიც დადგენილია ძალიან ბევრი შეზღუდვა და დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვები მარეგულირებელმა კი დააწესა თქვენ ხო მარეგულირებელი ყოველდღე აქ გიზი წარმოადგენელი ხავთ მარეგულირების საქმე გამოწვევენ სულ ანუ თუ არ შევასრულოთ გვაჯარიმებენ ყველანების მე ამაღამ რატო არ უშვებთ იმას აქ არა მაგრამ ნუ ვიღაცები ამოწმებენ კი ამოწმებენ მაგრამ ვინ წყვეტს ეს პორნოა თუ ეროტიკა გამიჯნა როგორ ხდება მიმართონ მარეგულირებელს ანუ ეს დარეგულირებულია და დარეგულირებული კი არის მაგრამ გამიჯნა როგორ ხდება მეთქი მარეგულირებელი კომისია არის სანამ გააკონტროლოს თქვენ ხო არ უშვებთ ანუ რატო შემოვედი არა მისმის ხო კამაჩი იცი იმიტომ რომ თქვენ თვითონ აგერ თქვენ ტელევიზიაში ადგენთ რომ ეს არის პორნო ეს არის ეროტიკა რომელსაც უნდა დაედოს +18 დაუშვათ ეს ისეთია რომელიც 15 პლუს უნდა დაედოს ეს რაღაც 12-ია კიდე თუ რამდენია 12 პლუს უნდა დაედოს ამას ხვეთ თქვენი და მე მარეგულირებელი როდი ჩაერევა იცით ის რო იტყვის რომ ამას 15 პლუსი კი არა 18 პლუსი უნდა დაედოს მაშინ მოდის და მაშინ უყურებს ის ხალხი მაშინ მოდის და ვიღაცა გეუბნება რომ შენ ეს ამაზე არ უნდა გაგიშვა ეს ეხა რო დაადე 18 პლუსი ეს ამას არ შველის ეს პორნოა კაცო ეს კი არა 18 პლუსი ამას არ შველის მორალის პოლიცია გაქვთ აქაც ის მარეგულირებაში და ყველგან დავანებო თავი ჩარევა რომ ლეგიტიმურია ის თითქოს ყველა ჩარევა არის ცენზურა ამის მტკიცებულება გითხრათ სიგარეტს რატო ბლარავთ ბლარს რო ადებთ ხოლმე სიგარეტს ფილმებში არ შეგვიძლია ჩვენებენ მკვლელობაც არ შეგვიძლია ხო რაღაცა ის ხო კი ბატონო ანუ არის რაღაც რეგულაციები გასაგებია ბავშვის სახეს რატო ბლარავთ რო არასრულწლოვნის უბლებები არ დაიღოს. ხო და ეს უკვე რეგულაციებია და მაგით უკითხულობა ამას ვინ დაადგენს, თორე თუ დადგინდა მე ყველა დაემორჩილება მაგრამ. შვებით ნინო, აგერ თქვენთან თურმე აღმოჩნდა აგერ ჩვენ ასეთ კამათში აღმოჩნდა რომ თქვენ იმასაც ადგენთ რომ ეს ბავშვი ხო ეკითხები ცოტა დიდი თუა. ჩვენ არა კანონით არის ეს დადგენილი. რეგულაციები არსებობს. ნინო ერთი წამი მომისმინეთ. ერთ წამი მათქვენით. რეგულაციები არსებობს, ასეთივე რეგულაცია იქნება ესეც. თქვენ მეკითხებით მათი არგუმენტებით.
თქვენ მათი არგუმენტი მოიშურეთ ვინ დაადგენს მორალის პოლიცია ხო არ იქნებაო და მე გეუბნებით რომ თქვენ ადგენთ ამას რა არის რომელს 12 პლუსი დაადოთ რომელს 15 პლუსი დაადოთ რომელს 18 პლუსი რომელს საერთოდ არ გაუშვათ კანონის შემდეგ და რეგულაციების შემდეგ კანონის შემდეგ თქვენ თვითონ გადაწყვეტ არასწორად თუ გადაწყვეტ რაღაცას მე ჩაერევა რეგულატორი ამაში ანუ თქვენ დაადგენთ და თქვენ იქნებით მორალის პოლიცია თვითონ ის ტელევიზიები რომელიც გვაკრიტიკებენ ახლა ამაზე ისინი დაადგენენ რომელია ეს პროპაგანდა პოპულარიზაცია ასე იქნება მოდი იქნება ეს რეგულაციები დადგენილი და კანონი მიღებული მაშინ თვითონ დაადგენს მაგალითად ის რაღაცა ვები თუ რაღაც ვინც გაუშვა ის ანიმაცია რომ ეს არის პოპულარიზაცია ამგვარი ანიმაციურ ფილმს არაფრით არ შეიძლება მიჩვენება ბავშვისთვის ხო ფსიქიკას урხევს გასაგებია და ამ შემთხვევაში თუ არ დაადგენს მე ჩაერევა რეგულატორი ანუ ჩარევა თუმე ლეგიტიმურიც არსებობს და არალეგიტიმურიც არსებობს. არალეგიტიმური ჩარევა არ უნდა დაუშვათ. ეს კანონი არალეგიტიმური ჩარევისთვის რაღაცა სიგიჟეებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ და ეს ხდება შეიძლება სადღაც და ჩვენთან მსგავსი ვერ მოხდება. ისეთი ცენზურა იმას ქვია თვითონ რასაც აკეთებენ აქეთ. და მე იქით გაღმაშედაო ეს პრინციპით, მაგრამ ცენზურა კი არა, იქნება ჩვენ რაც არის ცენზურა ამ ეროტიკასთან, პორნოსთან და ამასთან დაკავშირებით სიგარეტს რო ბლარავთ. ეს იმას ნიშნავს რომ ეს ამის უკან დგას ლეგიტიმური ინტერესი ჯანმრთელობისა ცუდი შედავის ბავნეჩვევა და იქ ორიენტაციაზეა საუბარი რაზეც თქვენ მიგეკითხებათ მე როგორ ჩვევა მაგაც არა მანუ ჩვევაა შევიცვალოთ პოზიციები მე მოუწევ თუ არა ეს არის ჩემი საკუთარი თქვენი საქმე არ არის თქვენი საქმე არ არის და მაყურებენ ერთი როგორ ეწევიან სიგარას და სიგარეტეს რა თქვენი საქმეა მაგ ლოგიკით რა ცენზურას აწესებ ვინ გეკითხება შენ იქ ტელევიზორში და მიბლარავ იმას და არ მაყურებინებ რანაირ სხვილ იმას სიგარას ეწევა თუ სიგარეტს ვერ ვარჩევ ხოლმე არა იარაღზეც ხო იგივე ანუ ეს რა ზიანს აყენებს რა თქვენი საქმეა ზიანს აყენებს დიახ ჩვენც ვამტკიცებთ რომ ზიანს ეს რო აყენებს ისეთი უნდა ოჯახურ ღირებულებებს ეროვნულ იდენტობას გინგრევს ოჯახურ ღირებულებს რაზეც არის დაფუძნებული შენი მენტალობა ქართული ეროვნული მენტალობა რაზეც არის დაფუძნებული იმას ეწინააღმდეგება ოჯახურ ღირებულებებს გინგრევს და მეტი მავნე იქით გინდა შედეგი და მეტი გასაფრთხილებელი რა გინდა ოჯახურ ღირებულებაზე მეტი და არასრულწლოვნებზე მეტი და მათ მომავალზე და მათ სწორ ჩამოყალიბებაზე მეტი ინტერესი რა გინდა იქ სიგარეტს მაინც ეწევა ადამიანი და იქნებ გადაეჩვიოს და იქნება არ იყოს გარეკლამების თვალსაზრისით და ამის გამო ჩვენ ბლარავთ და ვერ ვიქნებით პოზიცია ერთი კითხვა შეკრებებზეც უნდა მოვასწრო მაგრამ ამკადა უნდა დავასრულოთ იმიტომ ერთი პუნქტი არის კიდე აკრძალულია ამგვარი შეკრება რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური და ჩამოთვლილია სქესობრივი ნიშნით განსაზღვრელი პოპულარიზაციისკენ არის მოკლედ მიმართული არა აქ რა მინდა იცით კითხოთ გახსოვთ პრემიერმას თქვა რომ კონსტიტუციის მეორე მუხთანაც უნდა იყოს შესაბამისობაშიო და ანტიდისკრიმინაციულ ნაწილთანაც ანუ ხო გამოხატვის თავისუფლებაში ანუ პრაიდი იგრძალება ვთქვათ აი იგრძალება ახალი კანონი და ეხასება რა თავისუფლება სიტყვის თავისუფლება შეკრების თავისუფლება აი აქ არის მიჯნა გასაუბრე ეს არის გამოწვევა ზუსტად რომ რას გამოხატავ შენ თუ შენ გინდა რომ დაარქვა გამოხატვის თავისუფლება და ამ დროს უნდა მოუწოდო ხალხს რა მაგარი ამბავია ეს რა ცხოვრების წესითაც ვიღაც ცხოვრობს ხო თუმცა აქ მსგავსი არ გვახსოვს და იგივე პრაიდზე რატო გეკითხებით იცით უკაცრავად უნდა ხო 17 მაისი მოდის მაგალითად პრაიდი თუ ჩატარდება და პრაიდს აქვს ეს განმარტება რომ ეს არის პოზიტიური გამოვლინება დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ გეი ლესბოსელი ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას ღირსებას თანასწორ უფლებებს აგარ არის საუბარი თქვა მაგალითს მოვიტანო ეხა გამოვაგდეს სადღაც ვნახე ესე იგიო პროპაგანდის რა იკადრეს ახლა ნახე პროპაგანდის მხარე აქვს თუ დაჭერილი თავის დროზე ქართული εθნების დეპუტატებს და ევროსაბჭოში სადღაც ანუ სადაც კი უფლებები იყო უფლებები ახლაც მე აი ამ წუთშიც უფლების დაცვაზე მოვაწერე ამ წუთას ხეს ნებისმიერი დოკუმენტი დამიდეთ როგორი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ადამიანი მისი უფლებების კი არა ნებისმიერი უფლების დაცვაზე ხელს მოვაწერ და გვერდით დაუდგები უფლების დაცვის ნაწილში ბოლომდე ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი განსხვავების, ნებისმიერი აზროვნების, ნებისმიერი ცხოვრების წესის მიუხედავად, უფლებას რაც შეეხება ამ წუთას ხელს გიწევს, ნებისმიერი დოკუმენტი დამიდეცი და მიუყვები ბოლომდე მე პირადად და ჩვენი გუნდი. ხო, მაგრამ მაშინ ეს ზღვარი, აი ზღვარის დაჭერა უფლებასა და რაზეც საუბრობთ, რთულია ძალიან. ისევე როგორც ის რა დაბლარო და რა არ დაბლარო, იქაც სირთულეებია, ხო? იქაც რომელს 15 პლუსი დააწერო, 18 პლუსი დააწერო, ადვილია?
მარტივია, რატოა 15+, სადაც აწერია. იმას შემიძლია მოვიდე ახლა წარმატებულად, გიმტკიცოთ 18+ უნდა 16 წლის ბავშვმა როგორ შეიძლება ეს ნახოს თქო, გიმტკიცოთ. ან პირიქით, რთულია ისიც. მაგრამ რაღაცას ვყალიბდებით მე და რაღაცას უნდა დავარქვათ, მე უნდა ვიმსჯელოთ. თქვენი განსაცდელი იქნება ის. რას გაუშვებ და რას არა, როგორ გაუშვებ. მე რეგულატორი სხვანაირად ჩათვლით, მე ის მოგცემთ შენიშვნას თუ რაღაც შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. როგორც ამ შემთხვევაში არსებული პრაქტიკაა. უკვე თქვენი ასე გადაგეთ რატომ ახლა ეს კანონი ბოლო კითხვა თქვენი ოპონენტებმა რომ ხო არ არის ეს ესეთი აქტუალური თემა საზოგადოებაში და ხო თქვენ მითხარით რატომ არის აქტუალური კაცო აგერ ბროშურებს ურიგებდნენ ბავშვებს რომ ასე ბედნიერება ამის გარეშე წარმოუდგენელია ბედნიერება ამის გარეშე წარმოუდგენელი ბროშურებით აგირიგეს აგერ 10,000-ობით ერთ-ერთ სავაჭრო კვების ობიექტზე მეტი აქტუალიზაცია რა გინდა და ბოლოს ერთ-ერთი ბოლო წვეთი ესეც იყო კი რომ რაღაც გამოჩნდა ოფიციალურ სტრუქტურებში მოწოდებები დედა და მამა სიტყვები ეს არ გამოიყენოს საერთოდ საქართველოში ჩვენ კი ჩვენ მეგობრებიც ლოკალური თავიანთ სამსახურში და ლოკალურია ტრენდია საქართველოსთან 2017 წელს რაში გჭირდებათ ეს რა გამოწვევა ეს არისო გვეუბნებოდნენ იმაში ქორწინების დეფინიციას როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას როწერთ და კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით მაგას როწერთ რა გამოწვევა საიდან მოიტანეთო და ეს ჰომოფობიურია და რაღაცას გველაპარაკებოდნენ დღეს არის გამოწვევა რამდენმა ქვეყანამ დააკანონა ხო ერთმანეთის ქრისტიანთა ქორწინება გამოწვევაა ინცესტი რატო არ გვეკითხება არა ინცესტზე რა მართლა არ არის გამოწვევა თქვა რომ თქვა და ოიდიპოს აიგრძალება და რაღაცა ესეთი კითხვები ვეღარ გასწავლოთ პოლიტიკა და აღარ დარჩა დრო იმ დღეს თქვი არც სოკრატე იცის არც მითოლოგია იცის არც ფროიდი იცის აიფერი მაგან არის მართლა ლევან ბერძენიშვილმა პირდაპირ გეუბნებით აი ირაკლი კობახიძეს იმ დღეს რომ დავეთანხმე არასდროს როცა ამაზე ლაპარაკობდა და არ გავუმხილოთ მეთქი გაუთუცნობიერებელი თუ რაღაცა იყო მაგ მითოლოგიაშიც თქო შეიძლება გაგიჟდეს კაცი მეთქი იმიტომ რომ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ხო მე ეს რა გინდოდათ რომ გეთქვათ რომ ეს დამსრულებია აი უფრო მეტი წარმატებით ეს რა შუაშია დღეს ეს გამოწვევა ხო არ არის ისეთი მაგრამ ჩვენ მოვლენების განვითარება და ჯაჭვი გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას და გამორიცხვის აუცილებლობას რაღაცეების დაზღვევის აუცილებლობას რომ ასე ამ ლოგიკით 5 წელიწადში იტყვიან სიყვარულია და მე რა აგერ ოჯახის წევრებს აი ამ მარაზმში გადავდივართ გადაჭარბების გარეშე შენ ვინ გეკითხება იქ ოჯახის წევრებს შორის იქნება თუ არა ასეთი ურთიერთობა რა შენი საქმეა გეტყვიან ისევე როგორც რომ ამას რომ ლაპარაკობ ხა მე დღეს ეს შეიძლება წარმოუდგენელი იყოს დღეს მაგრამ წარმოუდგენელი იყო რომ დედა და მამა არ დაუძახოთ წარმოუდგენელი იყო მსგავსი საკითხები რომ ბედნიერება ამის გარეშე გამორიცხულია ვინმეს ასეთი ბროშურების დაბეჭდა გაებე და 5 წლის წინას და 10 წლის წინას და მოგვადგა კარს ეს პრობლემა და რას ქვია მე არ დავიცვა ჩემი ეროვნული იდენტობა და ამ დროს მაინც და მაინც მე პირადად ეხლა ისეთი კონსერვატორი ვარ რომ რაღაცა ეხლა იქით ჩვენ სამწუხაროდ მეორე პრობლემაც გვაქვს აქეთ ისიც უნდა თქვა ზუსტად 1 წუთი მინდა რა მეორე პრობლემაც გვაქვს რომ ჩვენ გვყავს ადამიანები ის აქეთ ულტრაკონსერვატიული მიმართულების ძალიან გაცილებით დიდი ჯგუფები ყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ხალხი თვითონ თავად ამ ადამიანებზე განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანებს ამბობენ, ესენი საერთოდ უნდა მოუკვეთო და აქეთ ეს პრობლემაც მისახედია. არა ბატონო, არავინ არ უნდა გაეკაროს არავის უფლებას. არ არის არავის საქმე, ვირა ცხოვრების წესი და ვირა სექსუალური ორიენტაცია, არ არის არავის საქმე. საერთოდ გაანებეთ ამ ხალხს თავი, იცხოვრონ თავის ცხოვრების წესი და მათი უფლებები პირიქით დავიცვათ. და სხვათა შორის თემის წარმომადგენლს LGBT თემის წარმომადგენლებს რო იძახიან, ხო? იმ თემის წარმომადგენლების ძალიან დიდი ნაწილი ამის შესახებ რა თქმა უნდა ხელისუფლებას გვაქვს ინფორმაციები და ვიცით რომ და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს და მათაც კი არ აწყობთ ამ თემის იმგვარად ამ პოპულარიზაციის კუთხით ესე წარმოჩინათ მათ უფლებასაც მე რამდენადაც ეს ლიბერალური ვითომ ლიბერალური ფსევდოლიბერალური ჯგუფები ესე წამოყოფენ ხოლმე თავს და ფსევდოლიბერალიზმით უტევენ რაღაცა თემებს იმდენად ეს რადიკალური ჯგუფები აგრესია იმატებს მე ამას და იმათ უფლებებს ურტყავს ამას არავინ ეს აწყობთ იმიტომ რომ მეტ ფულს და მეტ გრანტებს მიიღებენ მე და დაფინანსებაზე რო ლაპარაკობთ, ამიტომ ვაბრალებთ გუგუშინ ვიძახდი, ტელეკამერების წინ. აი მე ვაბრალებ, აი სიტყვას ამ სიტყვაზე და მეტი რა ვთქვა. ვაბრალებ, რომ ძალიან დიდი დაფინანსება ჩვენ დიდარ NGO-ებს, რომლებიც ამ რაღაცებს ამხელენ, კარგს რასაც აკეთებენ და იმის იგით 2 და 3 იმდეს არ ამხელენ, იმიტომ რომ ამაში ჯდებენ, აი ჩემი მიიღონ დაბრალებად. ეხლა გამოვიდნენ და თქვან დაფინანსებას ამაში იღებენ თუ ან ტყუილავ გვაბრალებს მამუკა მდინარაძე. ამაში ანონსირების უფლებების დაცვაში ამბობთ თუ პოპულარიზაციას დაცვაში არა გადაყვებიან, თან გადაყვები საერთოდ არ აინტერესებს რა დაცვა არის დაცვა.
საერთოდ არ აინტერესებს პირიქით, მათ აინტერესებს რეალური მიზანი ეს არის, რომ პირიქით თავს დაესხას ვიღაცა. იმიტომ რომ მეტი დაფინანსება მიიღოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მათი ინტერესი. მათ აწყობთ რომ თავდასხმები მეტი იყოს, რომ მე მეტი გრანტი მიიღონ, მეტი დაფინანსება მიიღონ, უფლებებთან გააიგივონ პოპულარიზაცია, აი რა გამოიწვია ამან, ეს აწყობთ. და სინამდვილეში ჩვენ გვაწყობს სუბიექტურათაც და ობიექტურათაც, რომ ერთი მხრივ დავიცვათ ნებისმიერი განსხვავებული წესის მიუხედავად მათი უფლებები და მეორე მხრივ დავიცვათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, რა ჩვენ სისხლშია, რა ჩვენ რჯულშია, როგორც იტყვიან, ეს რაღაც რეტროგრადულ თემებში კი არ გადავდივართ, თვითონ როგორც უწოდებენ ხოლმე. არამედ რაც არის ნამდვილი, ხარ შეგვიძლია რომ კაცო ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ და ისე გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს სულყოფილი სულფასოვანი ნაწილი რატო გვაქვს ეს წარმოდგენა რომ მაინც და მაინც ჩვენ დისტრიბუცია გავაკეთოთ ამ ჩვენი კარგი ჩვენი ეროვნული იდენტური თვისებები ჩვენი კულტურის ჩვენი ამ სწორი წარმოდგენების სწორი არა მხოლოდ წარმოდგენების ხა რატო გავჩვენდი წარმოდგენების სწორი ტრადიციების დისტრიბუტორები ვიყო და იქით ველაპარაკოთ ჩვენ მეგობრებს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს რომ ესია სწორი ხალხო და არა ესე და პირიქით აქ ვიყოთ უნიკალურები ამ საკითხებით და გამონაკლისები კარგი გაგებით. ხო შეიძლება ასე ეროვნულად, ქართულად დაალაგო ეს ამბავი და პირიქით შეიძლება მართლები ვართ, ხო? რაღა შეიძლება მართლები ვართ. სწორი იდენტობა გვაქვს, სწორი ხედვა გვაქვს. ქართული ხედვა არის ამ საკითხებთან მიმართებაში სწორი ხედვა და მოგვაიძულებენო სხვანაირად ვიფიქროთ, დაგვანებონ თავი და ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდებით ჩვენი ამ იდენტობით და ამიტომ ნუ კრავენ ხელს ნურავით ჩვენი მოწოდება და თხოვნა და ჩვენი სამართლიანი პრეტენზია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და მათაც ჩვენმა მდიდარმა ენჯეებმა თავი დაანებუნა ამგვარ პოპულარიზაციას კიდე ევროპასთან დასავლეთთან დაკავშირებით. არაფერი ისე არ აზიანებს დასავლეთზე წარმოდგენებს, როგორც მათი პოზიციონირება. მადლობა. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა. უმრავლესობის ლიდერი და ყველა დრო ამოგვეწურა. მამუკა მდინარეძე პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს. მე გემშვიდობებით